საქართველოს უზბეკური პროდუქციისთვის შესაძლოა ევროპაში გასასვლელი კარიბჭე გახდეს. მეტწილად ასე ხედავს ქართული ბიზნეს სექტორი უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებს. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ფოკუსმა ცენტრალურ აზიაზე გადაინაცვლა, ბიზნესი ცდილობს არ ჩამორჩეს და ამ ბაზრებზე ახალი შესაძლებლობები ეძებოს. ექსპორტის თემა არის ჩვენთვის უზბეკეთში საინტერესო, ყველა ძირითად პროდუქტებზე, რასაც საქართველოს აწარმოებს, უზბეკეთიდან არიან დაინტერესებული ტექსტილის მწარმოებლები, მაგალითად, რომელიც ჩვენ საქართველოს ეს ტიპის წარმოება ძალიან მცირეა საქართველოში და ეს მასშტაბები არ არის, ამიტომ ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ტექსტილი, ცხადია ჩვენთვის და ეს გვექნება შესაბამისი მოლაპარაკებები. უზბეკეთი არის ნედლეული მდიდარი ქვეყანა. შესაბამისად სქემა, როდესაც მათი ნედლეული გადმოვა საქართველოში, აქ შეიქმნება დამატებით ღირებულება, აქ შეიქმნება საბოლოო პროდუქტი, რომელიც გაიყიდება ევროპულ ბაზარზე, არის ძალიან საინტერესო ორმხრივად სქემა. უბრალოდ საჭიროა კარგად დავინახოთ ის პროდუქტი, ის ნედლეული, რომელზეც მოთხოვნაა, როგორი ტიპის მოთხოვნაა, როგორი ლოჯისტიკა იმუშავებს, ღირებულება ჩამოტანას რა იქნება და მე საბოლოო პროდუქტი რამდენად კონკურენტნარიანი იქნება გლობალურ ბაზრებზე. ჩვენი ძირითადი საქმიანობაა პროექტების მართვა და სამშენებლო მენეჯმენტის მომსახურება. ძირითადად უცხოური, საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეებისთვის. 2020 წლებში ცენტრალური აზიის ბაზარზე გაფართოების შემდეგ დავაარსეთ უცხოური ოფისები ყაზახეთსა და უზბეკეთში. უზბეკეთის საქართველოს დღევანდელი ბიზნეს ფორუმი რეალურად ტაშკენტის საინვესტიციო ფორუმის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. ჩვენ ამ ფორუმებს განვიხილავთ როგორც შესაძლებლობას, რათა დავამყაროთ კავშირები და ვიპოვოთ ინტერესები. ორმხრივი ინვესტიციები, ცოდნის ურთიერთგაზიარება და პროფესიული მომსახურების ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ორ ქვეყანას დაბალი სავაჭრო ბრუნვა და არც თუ ისე მძლავრი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს, მხარეები ფიქრობენ, რომ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის კარგი მომენტია. უზბეკეთი ერთ-ერთი დინამიკურად მზარდი ბაზარია, ხოლო საქართველოს უზბეკეთისთვის შესაძლოა ევროპულ ბაზრებზე წვდომის პლატფორმად იქცეს. პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა ნედლეულის გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა და მინერალური რესურსები. ჩვენ თავისუფალმა ზონებმა შეიძლება ვითამაშოთ მნიშვნელოვანი როლი იმ კუთხით, რომ უზბეკური ბიზნესი გარკვეული, ასე ვთქვათ, საწარმოო ბიზნესი შემოვიდეს ჩვენთან გარკვეული მნიშვნელობით, გარკვეული ფაზით, გარკვეული მოდალობით. ეს შეიძლება იყოს მთლიანი გადამუშავება, ეს შეიძლება იყოს ნახევარფაბრიკატების შემოტანა, ან ნედლეულის შემოტანა და ასე ვთქვათ, საბოლოო პროდუქციის ჩამოყალიბება საქართველოში და შემდგომ უკვე ექსპორტი ევროკავშირში, სადაც ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესების გადაკვეთის. აქ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძალიან ბევრი, რომელიც შეიძლება რაღაცა ტიპის კონცენტრატებად, ანუ ხილზე ლაპარაკი და ამ შემდეგ წვენებზე და ამ შემდეგ, რომელიც ძალიან ბევრია, არის სხვადასხვა ტიპის მინერალური თქვა რესურსები, ყველაფერს თავი გავუნება, მაგალითად მარილი, რომელიც ძალიან ბევრი აქვს უზბეკეთს, რომელიც შეიძლება იოდიზირება საქართველოში მოხდეს და გატანა და ამ შემდეგ ძალიან ბევრი ესეთი პროდუქტია, რომელზეც შეიძლება ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ერთად. საინტერესო მიმართულებებად სახელდება უზბეკეთში საგადასახადო და იურიდიული მომსახურებების გატანა, ასევე ტექნოლოგიებითა და საინფორმაციო სისტემებით ახალი ტექნოლოგიური კავშირების უზრუნველყოფა. როცა ვიკვლევდით ახალ ბაზრებს, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსპექტიული ბაზარი ცენტრალური აზია გამოიკვეთა და თუ სად უნდა გავგეხსნა თქვა ცენტრალურ აზიაში ფილიალი, გადავწყვიტეთ რომ ეს ყოფილიყო ტაშკენტი. ალბათ უზბეკეთი ყველაზე კარგი ბაზარია, იმიტომ რომ 40 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 27 წლიანი საშუალო ასაკის ბაზარი, სადაც ფართო მასებზე გასვლა და ვთქვათ პროცესების ფართო აუდიტორიაზე გატანა გაცილებით ადვილი და შესაძლებელია. ჩვენი მოძრაობის მიზანია რომ სწორედ განვითარებადი რეგიონები გამოვიკვლიოთ და დავაკავშიროთ შემდეგ უკვე ამერიკასთან, ეს არის ჩვენი მისია და დღეს მოხარული ვარ, რომ ეს ფორუმი საქართველოში ტარდება და დღეს გავაფორმეთ 5 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი უზბეკეთის ტექნოლოგიების სამინისტროსთან და IT პარკთან და კიდევ უფრო აქტიურად დავაკავშირებთ ჩვენ რეგიონს და რეგიონის ქვეყნებს, რათა ბევრმა ბიზნესმა შეძლოს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რაც უზბეკეთის ბაზარს შეუძლოს შემოგთავაზოს.
ვიდრე ბიზნესი რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს, ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კავშირების განმტკიცების პოლიტიკური ვალდებულება ორივე მხარემ აიღო. მარიამ ქრუივიშვილის განცხადებით უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველოს უზბეკეთს უპირატეს სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრებს. თავის მხრივ უზბეკეთის ინდუსტრიის მინისტრიც აცხადებს, რომ ქვეყნები მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შეჩერდნენ და წარმოების ლოგისტიკის და ერთობლივი ექსპორტის მიმართულება გააძლიერონ. მხარეები გეგმავენ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განვითარების ერთწლიან გეგმას წერონ ხელი, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ცენტრალური აზიის რეგიონში ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე საუბრისას უზბეკეთს მუდამ მოვიაზრებთ ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად, რომელთანაც საბედნიეროდ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, ტურიზმი და მრავალი სხვა სფერო თითქმის ყოველთვიურად იზრდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების ერთწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ამ გეგმის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ როგორ გავზარდოთ ვაჭრობა, როგორ გავაძლიეროთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორი, როგორ განვავითაროთ მასპინძლობის სფერო და როგორ წავახალისოთ სხვა სახის ინვესტიციების შესაბამის დარგებში. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება, თუმცა მხოლოდ ვაჭრობაზე არ უნდა შევჩერდეთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ. ვაჭრობიდან წარმოებაზე, წარმოებიდან ლოგისტიკაზე, ლოგისტიკიდან ინვესტიციებზე, ხოლო ინვესტიციებიდან ერთობლივ ექსპორტზე. ორივე ქვეყნის მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს თქვენს ბიზნეს გეგმებსა და ბიზნეს იდეებს. მოგიწოდებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ამ ფორუმის შესაძლებლობები. შეხვდეთ ერთმანეთს, დაამყაროთ ახალი ბიზნეს კონტაქტები, ჩამოაყალიბოთ მყარი პარტნიორობა და თქვენი წვლილი შეიტანოთ ორ ქვეყანას შორის მტკიცე ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. სტატისტიკის მიხედვით საქართველოს-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე არც თუ ისე მძლავრია. ბოლო 6 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ჯამში 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უზბეკი ბიზნესმენები ძირითადად ვაჭრობით, უძრავი ქონებითა და სტუმარ მასპინძლობის სფეროებით ინტერესდებიან. ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა შედარებით დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც სტატისტიკის მონაცემებით ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. გასულ წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა უზბეკეთში 220 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებელსაც აჭარბებს. რაც შეეხება იმპორტს, აქ მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია. 2025 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 89 მილიონის, ხოლო 2024 წელს 95 მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა.